ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა მე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე მქონდა შეხვედრა ახლა გერმანიის კანცლერის მრჩეველთან უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში. ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა, ჩვენ ვისაუბრეთ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ გერმანია არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და სამწუხაროა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში გერმანიასთან არ ქონდა მაინც და მაინც ასე ვთქვათ ინტენსიური თანამშრომლობა. სწორედ ამ თანამშრომლობის გზებზე და პერსპექტივებზე ვისაუბრეთ ჩვენ. ჩემი სურვილი არის ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სრულ უახლოეს ვიზიტი შედგეს გერმანიაში და ამას გარდა ჩვენ ვისაუბრეთ უახლოებულ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ვისაუბრეთ სხვა პერსპექტივებზე თანამშრომლობის, ვისაუბრეთ საფრთხეებზე, ვისაუბრეთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე უკრაინაში, ზოგადად ევროპაში, ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, ზოგადად განწყობა ევროპაში, ზოგადად რომ შევაჯამოთ და არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ამერიკაში არის ის, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში. ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ რეალურად პრაქტიკულად ჩააგდო და მათ ვერ შეძლეს ბოლომდე მიეყვანათ წამოწყებული საქმე, მაგრამ საქართველოს რჩება ლიდერ ქვეყნად აღნიშნულ პროექტში. ასე რომ ისინი ყოველთვის ამას აღნიშნავენ და მათგან გვაქვს სრული მხარდაჭერა, მე ვიტყოდი, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ისინი ძალიან პოზიტიურად აფასებენ საქართველოში ბოლო წელს განვითარებულ, განსაკუთრებით ბოლო წელს განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნა არჩევნების დემოკრატიული ჩატარება, მაღალი სტანდარტებით ჩატარება, მეგულისმოს საპრეზიდენტოს, ასევე საპარლამენტო, ასევე რაც თავარია ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესს. ისინი ძალიან დიდი ასე ვთქვათ მხარდაჭერით და ძალიან დიდი სიხარულით მიესალმებიან. ბრიუსელში გვაქვს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მექნება შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან ბაროსოსთან, ასევე მექნება შეხვედრა კეთრინ ეშტონთან, სესილია მაშტრომთან, შტეფან ფულესთან. ასევე მექნება შეხვედრა შემდეგ უკვე ნატოს გენერალურ მდივანთან და ჩვენ ვაპირებთ, რომ გაიმართოს ნატოს საქართველოს ერთობლივი კომისია და მე ველოდები რეალურ ასე ვთქვათ ნაბიჯებს, რეალურ მინიშნებებს იმას დაკავშირებით, რომ რამდენად დაჩქარებულად წავა ეს პროცესი, რასაც ქვია ევროინტეგრაცია და ნატოსკენ ნატოში ინტეგრაცია საქართველოს. კარგი შეკითხვა. ზოგადად საქართველოს მიდგომას, ახალი მთავრობის მიდგომას, რომელიც ჩვენ ღიად განვაცხადეთ, გულისხმობ პირდაპირ დიალოგის ფორმატს რუსეთთან, არა მხოლოდ გერმანია და განსაკუთრებით გერმანია, მე ვიტყოდი, და არა მხოლოდ, არამედ მთლიანი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმებიან აღნიშნულ მიდგომას. ის რადიკალური მიდგომა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა რუსეთთან მიმართებაში, ეს აბსოლუტურად დამაზიანებელი. და ისინი ამას ძალიან ასე ვთქვათ წუხილით აღნიშნავენ და იხსენებენ, რომ ის მიდგომა, ის რადიკალური მიდგომა იყო მხოლოდ საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ მათგან გვაქვს სრული მოწონება ახალი პოლიტიკის რუსეთთან მიმართებაში, ისინი მხარს უჭერენ ასეთ მიდგომას. თქვენ ნახეთ, რომ რუსეთმაც დაიწყო კონსტრუქციული ნაბიჯების გადმოდგმა საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ის ფაქტიც, რომ გუშინ ეს აღნიშნა რუსეთის დუმის წარმომადგენელმა, ეს მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ურთიერთობების ნორმალიზება და ნორმალურ ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის
ვართ პრინციპულები და დავრჩებით პრინციპულები თავარ საკითხში. ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და სწორედ ეს იქნება მთავარი თემა, ბუნებრივად ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ და რუსეთი უნდა შევთანხმდეთ. ამ მოლაპარაკებაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც გერმანიის, ასევე მთლიანად ევროკავშირის როლს და ამერიკის შეერთებული შტატების როლს და მე მიმაჩნია, რომ მართულები ჩვენ წინ უნდა წავიწევთ. დიდი მადლობა.